თუ ახლა გადავავლებთ თვალ სოციალურ ქსელებს, დღეს იქ ყველაზე ხშირად შეგვხვდებათ პოსტი ქათმის ნაკელზე, სკინტლზე. რადიო თავისუფლების გამოძიებამ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. საქმე ეხება ქართული ოცნების მომხრე ბიზნესმენის ლაშა პაპაშვილის მიერ სასამართლოში მოგებულ დავას რეჟიმის კრიტიკოსი ბიზნესმენის რევაზ ვაშაკიძის წინააღმდეგ. აი რას ვკითხულობთ რადიო თავისუფლების მასალაში, ყვარლის ბაგამ, ეს კომპანია ლაშა პაპაშვილს ეკუთვნის, 1 წლის განმავლობაში ჩირინასგან, ეს ვაშაკიძის კომპანია, დაახლოებით 2700 ტონა ქათმის ნედლი გადაუმუშავებელი ნაკელი შეიძინა. ამ გარიგებიდან 1 წლის თავზე ყვარლის ბაგა პრეტენზიებით მიდის პარტნიორ კომპანიასთან. თქვენთან ნაყიდმა სკინტლმა, რომელსაც ძროხებს ვაჭმევდით, საქონელი დამიხოცა და ზარალი მომადგაო. ჩირინამ პრეტენზიები არ მიიღო, უთხრა რომ ქათმის ნაკელს ის სასუქად ყიდდა და არა საკვებად. ამის შემდეგ დავამ სასამართლოში გადაინაცვლა სარჩელს რუსთავის სასამართლო 2018 წლიდან იხილავდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ კი რატომღაც დაჩქარებულად განიხილა და გადაწყვეტილებაც რეჟიმთან დაახლოებული ბიზნესმენის სასარგებლოდ მიიღო. რევაზ ვაშაკიძემ, რომელიც ხელისუფლების კრიტიკას არასოდეს ერიდება, პაპაშვილს 4.700.000 ლარი უნდა გადაუხადოს, ასე გადაწყვიტა სასამართლო. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით ყვარლის ბაგის რძეს ყიდულობდნენ სანტე, სოფლის ნობათი, აგროჰაბი და ყვარლის ბაგის შვილობილი რძის ლაბორატორია. ამ თემამ, როგორც გითხარით, დიდი რეზონანსი გამოიწვია და ჩვენ ექსპერტთან ერთად განვიხილავთ მას, რადგან საზოგადოებას ძალიან აინტერესებს პასუხები შეკითხვებზე. ვეტერინარი მიხეილ სოხაძე შემოგვიერთა, ექსპერტი პირდაპირ ეთერში. ბატონ მიხეილ, საღამოშვიდობისა. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ყველაზე მეტად საზოგადოებას ახლა აღელვებს ის, რამდენად უსაფრთხო იყო და ხარისხიანი, ეს ორი სხვადასხვა რამეა, მაგრამ მაინც დაკავშირებული ერთმანეთთან, ის პროდუქცია, რომელსაც ყიდულობდა სხვადასხვა ჩვენ უკვე ჩამოთვლილ სივრცეში თუ კომპანიისგან და მიირთმევდა რძის პროდუქტს. შეგიძლიათ გითხრათ, რა საფრთხეებს შეიცავდა ეს მომხმარებლისთვის? კი ბატონო, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან მოკლედ მოგახსენებთ, რომ არსებობს ძალიან მყარი საფუძველი იმისა, რომ მსგავსი პროდუქტი არ გამოიყენებოდეს მეცხოველეობაში. ეს აკრძალული არის ევროკავშირის მიერ უკვე 20 წელზე მეტია, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ის ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებშიც გამოიყენება. თუმცა ამ ბოლო კვლევებით იქაც საკმაოდ ბევრი შეკითხვა გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, რომ 2024 წელს რამოდენიმე ფერმაში აღმოჩენილი იქნა უпросторо პირუტყვი დაავადდა და ფრინველის გრიპით და ერთ-ერთი ვარაუდით სწორედ ფრინველის ექსკრემენტებიდან იყო გამოწვეული, თუმცა ეს ჯერ კვლევის პროცესია. თუმცა ჩვენ რეალობას რო დაუბრუნდეთ, საერთოდ მეფრინველეობაში გამოიყენება ანტიბიოტიკები, თუმცა ამან არ შეგაშინდეს ანტიბიოტიკები გამოიყენება, ყველა ანტიბიოტიკს აქვს სწორი მოხმარების პერიოდში არავითარი ზემოქმედების მოხდენა არ აქვს, გავლენას არ ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, აი მაგალითად სხვადასხვა ანტიბიოტიკები, რომელიც მეფრინველეობაში გამოიყენება, ის ფრინველს აქ ესე ორგანიზმი, რომ ძალიან სწრაფად იწმინდება 3, 4, 5, მაქსიმუმ 1 კვირა შეიძლება დარჩეს, თუმცა რა თქმა უნდა ეს ექსპერიმენტებში რჩება და ის არსად არ მიდის. ხოლო შემდეგ თუ მას რომ ნებისმიერი პირუტყვი მოიხმარს და ამ შემთხვევაში ჩვენ საუბრობთ მოსკოვსკასთან პირუტყვზე, რა თქმა უნდა ის აუცილებლად აღმოჩნდება საბოლოო პროდუქტში. ამ შემთხვევაში მე საუბარი მაქვს ანტიბიოტიკებზე. დიახ, ანუ რას იღებს მომხმარებელი? საბოლოო პროდუქტის სახით ყველას რა გვაინტერესებს? როდესაც შევიძინეთ ეს პროდუქცია, რომელიც დამზადებულია ამ ძროხისგან მიღებული რძით, ჩვენ რას მივირთმევთ? აი ამაზე მინდა პასუხი. ნუ პირველ რიგში ასეთი საკვებით გაზრდილი პირუტყვი დიდი ალბათობით მის რძეში იქნება ანტიბიოტიკები. შემდგომ იმ საწარმომ, რომელმაც ეს რძე ჩაიბარა და არ შეამოწმა, იმიტომ რომ რაც არ უნდა ფილტროთ და რაც არ უნდა სტერილიზაცია გაუკეთოთ, ანტიბიოტიკი მაინც აღმოჩნდება საბოლოო პროდუქტში, ჩვენ მივიღებთ ანტიბიოტიკებით დაბინძურებულ პროდუქტს. ანტიბიოტიკები თავისთავად არ გახლავთ რაღაც საშინელება, თუმცა ანტიბიოტიკს ნიშნავს სიცოცხლის საწინააღმდეგოს, მაგრამ მისი სწორად გამოყენება
პრობლემას არ ქმნის. მისი არასწორად გამოყენება კი არის დამღუპველი ორგანიზმის. ეს არის ამ საუკუნის უდიდესი პრობლემა. დიახ, ბატონ მიხეილ, აქ ანუ სასამართლო დავა რაზე იყო, რომ თქვენმა ნაყიდმა, აი ამ ნაკელმა, სკინტლმა, რომელსაც ძროხებს ვაჭმებდით, სახქონელი დამიხოცაო. ეს საქმე განიხილებოდა კარგ ხნის განმავლობაში ჯერ რუსთავის სასამართლოში, შემდეგ თბილისის სასამართლოში მოიგო ეს საქმე პაპაშვილმა. სახელმწიფო რა ნაწილში არის პასუხისმგებელი? თუ კი ეს არის პრობლემა საზოგადოებისთვის, ის როგორ იგებს ამის შესახებ? სადღაც სასამართლოში მიდის დავა წლების განმავლობაში და ჩვენ ნახეთ საზოგადოებაში რა რეაქცია გამოიწვია ამ ინფორმაციამ. ანუ სახელმწიფო სტრუქტურებში მიდის ეს საქმე, მაგრამ საზოგადოებამ არაფერი იცის. სასამართლოში მიდის დავა წლების განმავლობაში. კი ბატონო, რა თქმა უნდა, თემა საკმაოდ არასასიამოვნოა, მოდით ეს ძალიან რბილად რომ ვთქვათ. უბრალოდ ეს ორ ბიზნეს შორის გარკვეული ასე ვთქვათ, მოლაპარაკებების თემა, თუმცა მე ის მიკვირს თუ ჩირინა ამ შემთხვევაში როგორც გავიგე, ყიდი და ასხვისებდა თუ რაც იყო ამ პროდუქტს, იმიტომ რომ თვითონ ეს ქათმის ექსტრემენტები საკმაოდ მაღალი რაოდენობით შეიცავს პროტეინს, ძალიან კარგი არის ნიადაგისთვის, ძალიან კარგი არის მიცელიუმის აი სოკოს საწარმოებლად, მაგრამ ის უბრალოდ ყიდი და როგორც სასუქს და არა საკვებს. შემდეგ რატომ უჩვიან რომ ეს საკვებად გამოვიყენე და მოვიწამლე, რა ცოტა უცნაურია ჩემთვის და ეს ერთი, მეორე კიდევ საკითხავია ის პირუტყვი თუ დაიღუპა, როგორ დაიღუპა, იქ ჩანაწერები უნდა ვნახოთ, იქ თავის დროზე უნდა ყოფილიყო ყველა ეს კვლევა ჩატარებული. ანუ თავისთავად ის რომ პირუტყვი დაიღუპა და ამაზე ჩივის სასამართლოში კომპანია, ეს არის თუ არა და უნდა ყოფილიყო თუ არა განგაშის სიგნალი. ერთია თავად პირუტყვის დაღუპვა და მეორეა ეს პროდუქცია ხვდება ბაზარზე, ანუ ურთიერთკავშირი არსებობს ამ ორ ფაქტს შორის, ეს შეიძლება ყოფილიყო სიგნალი იმისა, რომ რაღაც ცუდი ხდება. იდით რა ის 200 პირუტყვი რომ დაიღუპა სხვადასხვა მიზეზით, როგორც ჩანს ეს სახელმწიფოს არ ეცნობა ალბათ, ეს ბიზნესმა დამალა თუ არ ვიცი ეს იმიტომ რომ ნებისმიერ მსგავს შემთხვევაში სახელმწიფო ვალდებულია შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. 200 პირუტყვის დაღუპვა თან ასეთი ძვირადღირებული ისეთი ჯიშის, რომელიც ნამდვილად არ ღირს იაფი, ნამდვილად საგანგაშო იყო, თუმცა ესეც კითხვებს ბადებს, რომ რა ვიცი, რატომ არ ეცნობა სახელმწიფოს, ხო თუნდაც ასეთი მსგავსი რამ ხდება, ვფიქრობ, რომ სახელმწიფო უნდა ჩაეყენებია ამ შემთხვევაში მეცხოველეობის ფერმის მეტად. ბატონ მიხეილ, ჩვენ ვახსენეთ, რომ ევროკავშირში ეს არის უკვე აკრძალული 20 წელიწადზე მეტია. საქართველოში შეგიძლიათ დამიკონკრეტოთ ზუსტად როგორი კანონმდებლობა მოქმედებს. ანუ ერთი არის რომ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია ამ საკითხმა, მაგრამ სამართლებრივად როგორ რეგულირდება ეს, რადგან ევროკავშირში ეს აკრძალულია, გასაგებია რომ ამას მიზეზები აქვს და რომ ეს პრობლემაა და ეს არ შეიძლება ამის გაკეთება. საქართველოში რა ხდება ამ კუთხით სამართლებრივ დონეზე? საქართველოს პრიმას შემდეგ რაც ხელი მოეწერა ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობაზე ხელშეკრულებას, საქართველოს პრაქტიკულად ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა მიმართულებით შეთანხმების კანონმდებლობის დაახლოებით და ახლობების და შესაბამისად თუ არ ვწდები, როდესაც ციფრები არ მინდა შემეშოთ 2023 წლიდან ჩვენთანაც ეს უკვე აკრძალულია, თუმცა ჩვენ საუბრობთ იმ პერიოდზე როდესაც ჯერ ეს არ იყო აკრძალული, ხო? რაღაც ესეთი ის არის. თუმცა ეს არათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან იმ მხარეს, ვინც შეიძინა საკვები და აწმევს თავის პირუტყვს. არ ვიცი, ალბათ დაიცოდეს ნებისმიერმა გინამ წარმოებელმა ეს იგივეა, ხო, სახში რომ მიიტანო გახუჭებული პროდუქტი ან საწამლავი. არ ვიცი, ყველას თავის სუბიექტური აზრი აქვს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ პასუხისმგებლობა ყოველთვის ენიჭება ბიზნეს ოპერატორს, იმ წარმოებელს, რომელიც ქმნის პროდუქციას. შესაძლოა ეს გახდეს სარჩელების მიზეზი, როგორ ფიქრობთ? მაგალითად, მომხმარებელმა იჩივლოს უბრალოდ პაპაშვილის წინააღმდეგ. ამის სამართლებრივი საფუძვლები არსებობს, როგორ ფიქრობთ თქვენ? იჩივლოს რას? იმასთან დაკავშირებით, მე ვყიდულობდი პროდუქციას
და აღმოჩნდა რომ ეს პროდუქცია კი შეიძლება იყოს კანონმდებლობით იმ დროს არ იყო აკრძალული. მაგრამ პრობლემაა ჩემთვის და მე უნდა მცოდნოდა ეს და კომპანიები რომლებთაც მიიღეს ეს პროდუქცია ისინი თუ ამოწმებენ ამაზე კაფეო პასუხები უნდა იყოს ალბათ ხო აი მაგალითად ჩამოთვლილი იყო ამ გამოძიებაში რომ მათ შორის აგროჰაბი და სხვაები ამ პროდუქციას ყიდდნენ ხო ასეა კი, მაგრამ მე რამდენადაც ვიცი, მე მგონი რამოდენიმე მათგანმა შემოწმებისას უკანაც დაუბრუნა, ანუ არ მიიღო პროდუქცია, ასე რომ სანტეაცხადებს რომ არ მიიღო. აგროჰაბს ხომ ანუ ძალიან სხვას კიდევ რამე განცხადება საინტერესოა ხო? ანუ ძალიან კარგი, ხედავთ აი ყველა ფიქრობს რომ აი რატომ არ ჩაიბარა სანტე, ანუ გაუფრთხილდა ხო თავის მომხმარებელს, თავის იმიჯს და ასე შემდეგ ამ დროს ფერმა კი ყიდულობს იმ პროდუქციას, რომელსაც არც ამოწმებს, იცით რა არის? თვითონ საკვების მიღებასაც თავისი პრინციპი აქვს. ისა თვითონ ანტიბიოტიკების მიღება არ არის დაუშვათ რაღაც საშინელება. უბრალოდ მისი სწორი გამოყენება არის აუცილებელი. მისი არასწორად გამოყენება არის დამოუკიდებელი. ამიტომ ერთ პარტიაში ანტიბიოტიკი იყო, მეორეში არ იყო, დროზე შეწანუ ამან იმხელა პრობლემები შეუქმნა პირუტყვს, რომ ისინი გახდნენ შეიძლება რეზისტენტულები, მაგრამ ეს ვერ მოკლავდა. აგროჰაბის ასე ვთქვათ, ეს კომუნიკაცია მომხმარებელთან ვრცელდება სოციალურ ქსელში ეს მიმოწერა. კონკრეტულად რძეს რაც შეეხება მიღებისთანავე ის მოწმდება ლაბორატორიებში, მათ შორის ანტიბიოტიკის შემცველობაზე შეგიძლიათ იყოთ მშვიდად, რადგან ჩვენთან არ დაფიქსირებულა ანტიბიოტიკის ან სხვა ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერების შემცველი პროდუქცია, მათ შორის მაგ პერიოდშიო ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მოწოდებულ პროდუქციას არ ვიღებთ, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქციის ხარისხი და უვნებლობაა, თუმცა იქ მერე მოქალაქეები ეკითხებიან, ანუ სკინტლნაჭამი ძროხების რძე თქვენთან შემოდიოდა თუ არა და ანუ არის დამაზუსტებელი შეკითხვები. მე არ შემიძლია ვთქვა ზუსტად აგროჰაბის მაგივრად, ალბათ კიდევ დამატებით განმარტებებს გააკეთებენ. თუმცა ჩვენი საუბრის ბოლოს დასკვნის სახით რომ ვთქვათ, ეს ფაქტი რაც გამოვლინდა, ფიქრობთ თუ არა შეჯამების სახით რომ ვთქვათ, რომ სერიოზული პრობლემაა? თავისთავად, რა თქმა უნდა, პრობლემა სახეზეა, იმიტომაც მოყვარს შესაბამისად სოციალურ ქსელებში ეს გამოხმაურება, თუმცა არც პანიკის საფუძველი არ უნდა გქონდეს, მინდა დავამშვიდო, უბრალოდ რას ვაჭმევთ, რას ჭამთ ძროხა, ეხლა მაგას ალბათ ნაკლებად მოაყოლებენ ხოლმე ფერმერები, მათ ასე ვთქვათ მენიუს, სადაც რძეს ჩააბარებენ, თუმცა ყველაზე დიდ პრობლემას მომაიჭრებს რომ ეს არის ანტიბიოტიკები და ძალიან კარგი ამას დადებითი მხარეა ის რომ არსებობენ პასუხისმგებლობით სავსე კომპანიები, რომლებიც პროდუქციას არ იღებენ ისე უპრაგონოდ, ისინი თავიანთ პასუხისმგებლობას არ ეცინებენ და ამიტომ მნიშვნელოვანია ვინც გამოძიებაში იყო დასახელებული, რომელი კომპანიაც მათ გააკეთონ რაღაც ოფიციალური განმარტებები, იმიტომ რომ ეს მათ ასე ვთქვათ საქმიან რეპუტაციაზე აისახება ყველაფერი, ალბათ მოვისმენთ ასეთ ოფიციალურ განცხადებებს. რა თქმა უნდა და თან იქ მაყურებელს ვაცნობებთ. სხვა საკითხიც არის, ეხლა იქ თვითონ ფერმაში რამდენად გამოიყენებოდა, რა პრეპარატები გამოიყენებოდა. ეს საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშანია. პასუხი გაუცემელი შესაბამისად ასე მარტივად ვერ გადაწყდა. ძალიან დიდი მადლობა. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ხო, პრობლემა გამოკვეთილია და რა თქმა უნდა ამ თემაზე მუშაობას უკვე ჩვენც განვაგრძობთ სხვა მედია საშუალებები, რადიო თავისუფლებამ გახსნა ეს თემა, ძალიან მნიშვნელოვანი გამოძიება ჩაატარა. გიომ გელაძე იყო გამომძიებელი ჟურნალისტი, ვინც ეს მასალა გამოაქვეყნა.